შესაბამისად პირველი მოხსენებელი ორი ანგარიშით ბატონი ვახტანგ ლიჩელის წარსდგება ჩვენს წინაშე პირველი გახლავთ რაგლიანი გორის გათხრების ანგარიში და მეორე გახლავთ შეჰანის მონასტრის არქეოლოგიური კვლევის ანგარიში. ხო, ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით. სასიამოვნოა რომ ჩვენი სესიების ცერემონიალი ისევ აღდგა და გვექნება საშუალება რომ ერთმანეთს წარუდგინოთ ჩვენი მუშაობის შედეგები. დიდი მადლობა რა თქმა უნდა სააგენტოს ამისათვის, ამ იდეის აღორძინებისათვის და რა თქმა უნდა ეროვნულ მუზეუმს, რომელიც ამის საშუალებას გვაძლევს და რა თქმა უნდა ყველა თქვენთაგან ძალიან დიდი მადლობა რომ შეწუხდით და მოგწანდით დილაადრია. მე წარმოგიდგენთ მოკლედ გრაგლიანის გათხრების შედეგებს, მაგრამ იმის გამო რომ დიდი ხნის მანძილზე არ ყოფილა საანგარიშო სესიები და მასალის უმეტესი ნაწილი უცნობია პუბლიკისთვის, ამიტომ მე რაღაც ძველი მასალებით ჩავამატებ, უფრო ნათელი იყოს, რაც წარმოადგენს ეს არქეოლოგიური ძეგლი, თუმცა როგორც ხედავ, აქ დამსწრე საზოგადოებაში ჭარბობს ის ხალხი, ვინც თავის ხელით გააკეთა ეს საქმე და ჩემს სტუდენტებს გულისხმობ პირველ რიგში და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ამიტომ მე აღარ შევჩერდები გრაგლიანი გორის მდებარეობა თქვენ კარგად მოგეხსენებათ. ასევე თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ნამოსახლარი ძირითადად მდებარეობს გრაგლიანი გორის სამხრეთ ფერდობზე. თქვენ აქ ხედავთ ტრასას, რომელმაც ჯერ კიდევ 50-იან წლებში დააზიანა არქეოლოგიური ძეგლი და ეხლა ერთმანეთისაგან ყოფს პირველ ტერასას და მესამე ტერასას. აქ მოკლე ინფორმაცია არის მოცემული იმის თაობაზე, თუ როგორ არის განაწილებული დღეისათვის არსებული ინფორმაციის მიხედვით არქეოლოგიური ნაშთები პირველ ტერასაზე. ამ შემთხვევაში, კონკრეტულ შემთხვევაში შესწავლის ობიექტი არის ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის შენობა, ისევე როგორც ძველი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნეების სამარხები, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე ტერასებზე სხვადასხვა პერიოდის ძირითადად პირველი 1000 წლეულის არქეოლოგიური ნაშთები ისწავლება. მე თქვენს ნებართვით დავიწყებ პირველი ტერასიდან. ეს არის პირველი ტერასა, რომელიც მოქმედ გზატკეცილსა და მდინარე ტორტოას შორის მდებარეობს. ეს შედარებით გაშლილი ვაკეა და არ არის ისე დაფერდებული, როგორც მესამე, მეოთხე, მეხუთე და ყველა დანარჩენი ტერასა. ეს სამუშაოები განპირობებული იყო პირველ რიგში იმითი, რომ სასოფლო გზის კეთების დროს, რომელიც პარალელურად მიუყვება ძირითადად გზატკეცილს, დაზიანდა გარკვეული არქეოლოგიური ნაშთები, რამაც გამოიწვია ჩვენი გააქტიურება ამ არეალში. დღეისათვის სამი ნაგებობა არის გამოვლენილი ამ ადგილებზე, ისინი ერთმანეთს ებმის, როგორც ხედავთ, ეს არის პირველი ნაგებობა, პირველი ტერასის. პირველსა და მეორე შენობას შორის არის გასასვლელი დატოვებული, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასე სჭამს, თუმცა ეს გასასვლელი არ არის შესწავლილი მთლიანად და მისათვის რომ ეს საბოლოოდ გავერკვეთ, საჭირო იქნება ამ გასასვლელის ჩრდილოეთი ნაწილის გაწმენდა, თუმცა როგორც ჩანს, ზოგიერთი შენობა და თქვენ ახლა ნახავთ ამას, ადრესირებული არის სამხრეთის მიმართულებით, მდინარის მიმართულებით. მე თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო ამ პირველ შენობაში მიკვლევალ არქეოლოგიურ მასალას, იმიტომ რომ ჩემი აზრით ამას გარკვეული მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რასაც თქვენ ხედავთ, ეხლა ეს განმარტებები, მე თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო ნომერ მე-4 კონსტრუქციას, ეს არის
საკურთხეველი ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის პირველი ნახევარი. აქ რაც ხდება, ახლა რასაც გაჩვენებთ პირველ ტერასაზე, ყველაფერი არის ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის პირველი ნახევარი. ეს საკურთხეველი ზუსტად იმეორებს იმ საკურთხევლების კატეგორიას, რომელიც ბატონ ვაჟა სადრაძეს აქვს გამოქვეყნებული ნარეკვავის ნამოსახლარიდან ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეებით დათარიღებული და ჩემის აზრით ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია იმის გამო, რომ რიტუალის შენარჩუნება და ერთი და იგივე საკურთხევლის შენარჩუნება ჩემის აზრით მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოება ეთნიკური სახე ამ საზოგადოების, რომელიც ცხოვრობდა გრაგნიანი გორის პირველ ტერასაზე, მთელი ამ პერიოდის მანძილზე არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი პოლიტიკური და სამხედრო კატაკლიზმი მოხდა ამ ტერიტორიაზე დატრიალდა. ეს არის ნომერ მე-3 შენობა, რომლის გათხრების პროცესი მიმდინარეობს. როგორც ხედავთ, ეს შენობები არ გამოირჩევა განსაკუთრებული მასშტაბურობით. ეხლა ეს თვითონ, რასაც ეხლა თქვენ ხედავთ, არის 2 მეტრის სიგანის საშუალოდ შენობა და 4 მეტრის სიგრძის ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, თუმცა როგორც ხედავ, ეს დანახშირებული ფენები სამხრეთის ჭრილში შედის და მიემართება დინარისაკენ. ამიტომ ეს პირველი რიგის ამოცანა იქნება მიმდინარე წელს, რომ ეს შენობა შევისწავლოთ მთლიანად. აქვე გამოვლინდა გვიანდელი სამარხები, რომელთა დათარიღება არ ხერხდება, იმის გამო, რომ ინვენტარი არ ახლავს არც ერთ სამარხს, მაგრამ რაც გარკვევით შეიძლება ითქვას, ეს არის ის, რომ ისინი გამართული არის აქ ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის პირველი ნახევრის შემდგომ. ეხლა თქვენ ისნებართვით მე გადავალ მე-3 და მე-4 ტერასის არქეოლოგიურ გათხრებზე. აქ წარმოდგენილი არის გეგმა მე-3 და მე-4 ტერასის და ზოგიერთი ის არტეფაქტი, რომელიც სხვადასხვა დროს არის აღმოჩენილი ამ ტერასების გათხრის პროცესში. მე თქვენს ყურადღებას მივაქცევ ტვიფარების, ანუ საბეჭდავების დიდ რაოდენობას. ამ რაოდენობაში განსაკუთრებით თვალშისაცემი და საყურადღებო გახლავთ სამხრეთ მესოპოტამიაში ურუქში დამზადებული ჯემდეთ ნასრის პერიოდში, ანუ ძველი წელთაღრიცხვის მე-3 ათასწლეულის დასაწყისში დამზადებული საბეჭდავები. საბეჭდავი მოხერხებული ტერმინია, მაგრამ გულახდილად რო გითხრათ, ეს სახელურებიანი საბეჭდავები უფრო ტვიფარ ტერმინს შეესაბამება ვიდრე საბეჭდავი და ამიტომ თქვენის ნებართვით მე ამ ტერმინს გამოვიყენებ. ასევე თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო დიდი რაოდენობით საწონებს. ამ საწონების ანალიზმა მოგცვა საშუალება, რომ დაგვედგინა ადგილობრივი წონის ერთეული, რომელიც 363 გრამის ტოლია და აქ ხედავთ თქვენ ვარიანტებს, ფორმებს სხვადასხვა საწონებისა. ყველა საწონი, რომელიც არის აღმოჩენილი გრაგლიანზე, ჯერადი არის 363 გრამის. თვითონ წონის ეს სისტემა შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო სისტემას, ეს არის კარხემიშის მინა, რომელიც 564 გრამია და ზუსტ შესაბამისობაშია კარხემიშულ მინასთან, რაც აადვილებდა საერთაშორისო ვაჭრობას. ეხლა თქვენ ყურადღებას კიდევ ერთხელ მივაქცე უკვე კარგად ცნობილ ამ წარწერას, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნით თარიღდება და ეს თარიღები დადგენილი არის მსოფლიოს 3 სხვადასხვა ლაბორატორიაში, შეერთებულ შტატებში, მაიამის ბეტა ლაბორატორიაში, ციურიხის ლაბორატორიაში და გრონინგენის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში. მე ამას ყურადღებას ვაქცევ, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი თქმის ამის შესახებ და ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ამიტომ მე ნათლად მინდა ეხლა ვთქვა, რომ ეს არის ამ პატარა სამლოცველოში აღმოჩენილი ერთ-ერთი წარწერა. იქ 3 წარწერა არის, მარტო ეს არ არის, მაგრამ ყურადღება ამაზეა გამახვილებული, რადგან ეს ცენტრალური წარწერაა და თითქმის მთლიანად არის შემორჩენილი. მე რა თქმა უნდა, ჩემ თავზე ვერ ავიღებ იმაზე საუბარს, რამდენად სწორად არის ეს დეშიფრირებული, რადგან ეს ეპიგრაფიკოსების საქმეა და იმათ უნდა ვენდოთ. ამ შემთხვევაში მე თქვენ წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და ცნობილი ეპიგრაფიკოსის ფრედერიკ მარიო პალესის მუშაობის შედეგს. სამწუხაროდ მარიო გარდაიცვალა და ვეღარ მოასწრო სრული ანგარიშის დაწერა გრაგლიანის წარწერის შესახებ, მაგრამ რაც მომწერა ეს ჩვენი დიალოგების დროს ეს გახლავთ, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, რომ და რაც ყველაზე მთავარია, რომ ეს არის წარწერა
რომელიც გამოიყურება როგორც არამეული, მაგრამ ეს არ არის არამეული წარწერა და ამიტომ დიდი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის ადგილობრივ ქართულ ენაზე შესრულებული წარწერა და გამოყენებული არის არამეული გრაფიკა, რაც იმ დროინდელ სამყაროში ყველ განხდებოდა და ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. ჩვენ იორდანია მაინც ახლობელი გახდა ჩვენთვის ამ ჟიჰანის გათხრების დროს დადასტურებული გვაქვს ძალიან ბევრი ფაქტი იმისა, რომ საბეჭდავებზე არის წარწერები გაკეთებული არამეული ასოებით, მაგრამ იკითხება ადგილობრივი, არის ნაბატეული და ამაში ეცვი არავის არ შეუტანია. ამიტომ ახაც ჩვენ დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ყველაზე ძველი ქართული წარწერა, რომელიც კარგად თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნე და როგორც გითხარით, ეს თარიღი არის ყველაზე მკაცრად და ნათლად განსაზღვრული. აი ეს არის ის მცირე სამლოცველო, სულ 6 მეტრის სიგანის სამლოცველო გახლავთ, სადაც სამი წარწერა აღმოჩენილი. პირველი დასავლეთის საკურთხეველზე შემორჩენილი 300-ა, რომელიც ჩემის აზრით ჩრდილო-დასავლეთ სემიტური დამწერლობის ნიმუში უნდა იყოს, რადგან ეს ასოები ზუსტად იმეორებს იმ ასოებს იმ ნიშნებს, რომელიც არის დატანილი ალ-ჰადრში აღმოჩენილ, ეს არის ლევანტის არეალი, ალ-ჰადრში აღმოჩენილ ბრინჯაოს ისრისპირებზე. რაც შეეხება მესამე წარწერას, მე მართალი გითხრათ, ისე თავს ვიკავებ ხოლმე, რომ წარწერა დავარქვა აი ამ სტელას, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, მაგრამ ეს არის ეპიგრაფიკოსების დასკვნა და ამიტომ მე ვიმეორებ ამას, თუმცა მე მიმაჩნია, რომ აქ არის ინფორმაცია, რომელიც კარგად იყო ცნობილი ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ. მესამე და მეოთხე ტერასას რაც შეეხება, რომლის გათხრებზეც უნდა ვისაუბროთ, აქ მე თავი მოვუყარე რაღაცა ნაწილს იმ აღმოჩენებისა, რომელიც ჩემის აზრით გარკვეულ წარმოდგენას იძლევა იმ მრავალფეროვანი კულტურის შესახებ, რომელიც დადასტურებული არის ამ მცირე მონაკვეთში. როგორც ხედავთ, გათხრილი ფართობი არის ძალიან პატარა, თვითონ ძეგლი მთლიანად დაახლოებით 50 ჰექტარი უნდა იყოს. მე გულისხმობ ქვედა პალეოლითიდან მოყოლებულ არეალს, ქვედა პალეოლითი კარგად არის აქ წარმოდგენილი დმანისის პერიოდი, როგორც მოგეხსენებათ, ვიდრე მე-4 საუკუნემდე, ახალი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნემდე. აქ თქვენ ყურადღებას მივაქცევ ბრინჯაოს ხელს, რადგან ის საკმაოდ იშვიათ მონაპოვართა რიცხვს განეკუთვნება და დიდი ალბათობის ის უნდა იმეორებდეს ურარტულ სამყაროში კარგად ცნობილ გამოსახულებებს, ხელის გამოსახულებებს, რომლებიც როგორც წესი ქანდაკებების ნაწილს წარმოადგენს ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელები იყო დამზადებული ბრინჯაოსაგან და ქანდაკების დანარჩენი ნაწილი სხვა მასალისაგან, ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა ურარტულ სამყაროში, რომელიც სამწუხაროდ არ არის შემონახული. სამუშაოების გააქტიურება ამ მონაკვეთში სამხრეთ ფერდობზე გამოიწვია იმან, რომ ისედაც დაქანებული ფერდობი ეროზიის გამო დაშვებული იყო კიდევ მთლიანად და შესაბამისად გათხრების დაწყებისთანავე შენობის კუთხეში აღმოჩნდა ეგრეთ წოდებული ხოვლეს ტიპის ღუმელი. ეს არის დიაგნოსტიკური მარკერი. თუ ღუმელი მდებარეობს შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, ეს შენობა არის ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის, მე-4 საუკუნის. იმ შემთხვევაში, როდესაც ღუმელი მდებარეობს შენობის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ეს არის პირველი 1000 წლების დასაწყისი ადრერკინის ხანა. შენობის ერთი ნაწილი არის მხოლოდ შესწავლილი, როგორც თქვენ ხედავთ, მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი გამოვლენილი არის ღუმელი მთლიანად დეკორირებული არის, ისევე როგორც ნომერ მე-4 შენობაში გამოვლენილი ღუმელი. დიდი რაოდენობით ხდება კერამიკული მასალა ინსიტუ მდგომარეობაში. ეს არის ის ძირითადი ნაწილი, რაც როგორც ხედავთ არის შესწავლილი. ამ შემთხვევაში კერამიკა თითქმის მთლიანად არის დავაგებული და ნაწილი არის მხოლოდ დატოვებული. როგორც ეს ჩანს და დასავლეთი ნაწილი ჯერ კიდევ შესასწავლია, რაც წელს გაგრძელდება. ეს არის შესაძლო რეკონსტრუქცია. მაინც და მაინც მეორე სართულის მინიშნება აქ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რადგან მე-5 ტერასაზე გათხრილი ძელის ჩასასმელი ორმოები მიანიშნებს იმაზე, რომ აქ ჩასმული ძელების სიმაღლე უნდა ყოფილიყო არანაკლებ 4-4.5 მეტრის, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ აქ ორი სართულიც ყოფილიყო გამართული. აი ეს არის ის კერამიკული მასალა, რომელიც ამ შენობაში ეს არის მე-11 ნაგებობა, 76 ნაკვეთის მესამე ტერასა.
რაც ნათლად იძლევა თარიღს, ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნე. მეოთხე ტერასაზე დაგეგმილი იყო და გრძელდებოდა სტრატიგრაფიული ჭრილის დაზუსტების მიზნით ერთ-ერთი მონაკვეთის გათხრა, ესეც 76 ნაკვეთი გახლავთ. ამ ტერასაზე, აი ამ მონაკვეთში, რასაც ახლა თქვენ ხედავთ და ეს არის როგორც ხედავთ შემდგომი პერიოდის მშენებლობების გამო დაზიანებული. ყველაზე გვიანდელი ფენები ძველი წელთაღრიცხვის მესამე-მეორე საუკუნეებისგან ეკუთვნება, რომელიც ქვემოთ მოდიოდა ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის მიწურულის და მეოთხე საუკუნის დასაწყისის ნაგებობა, ეს იყო ხოვლური ღუმელი, რომელზეც ცეცხლის გადასატანი ლარნაკები იყო შემორჩენილი. აი ამ შენობას უკვე ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის შენობას დაფარული ჰქონდა ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეხუთე საუკუნეების ფენები და აი რასაც ხედავთ ახლა ეს ფენები უნდა დათარიღდეს როგორც ჩანს გვიანბრინჯაოს ხანის მიწურულით. მე ამ შემთხვევაში ვიყენებ ბატონ ვაჟა სადრაძის მიერ შედგენილ კლასიფიკაციას სამთავროს სამაროვნისათვის და ამ ანალოგიების მიხედვით როგორც ჩანს იგი მართლაც უნდა განეკუთვნებოდეს ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეულის მიწურულს, როგორც ეს მითითებული არის აქ და როგორც ეს დადგენილი არის ბატონი ვაჟას მიერ. ეს მასალა, რომელიც თან ახლავს აი ამ ფენას, მიზანი ამ სტრატიგრაფიული ჭრილის გაკეთების გახლავთ ის, რომ ბოლომდე ჩავიდეთ, იგულისხმება მესამე ტერასის ქვედა ფენები, სადაც გარკვეული ალბათობით მოსალოდნელი არის ადრებრინჯაოს ხანის პერიოდის კულტურული ფენის დადასტურებაც. რაც შეეხება ამ წელს აღმოჩენილ კერამიკას, ის ასე გამოიყურება პროცენტული თვალსაზრისით, ჭარბობს როგორც ყოველთვის ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეხუთე საუკუნეების კერამიკა 45%, მეოთხე საუკუნეების კერამიკა 32%, 19% არის პირველ ტერასაზე აღმოჩენილი მეორე საუკუნის კერამიკა და ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე-მესამე საუკუნეებს განეკუთვნება მხოლოდ 3% აქ მოპოვებული მასალის. ეს ნაიფერი და ძალიან ჭრელი გეგმა გამოვიდა, მაგრამ ნათელ სურათს იძლევა იმისას თუ როგორია ის ქრონოლოგიური შკალა, რაც დადგენილი არის მესამე და მეოთხე ტერასაზე. უძველესი ფენები, რაც აქ არის დადასტურებული, განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნეს და შემდეგ ხედავთ მე-10 საუკუნე, მე-5 საუკუნეები, მე-4 საუკუნეები, მე-3 საუკუნეები და მე-3 საუკუნეები. ყველა ეს თარიღი დადგენილი არის რადიოკარბონული ანალიზის შედეგად. ამავე პერიოდში, ანუ გასულ წელს გაკეთდა ფაუნისტური მასალის გამოკვლევა, რომელიც ჩაატარა ჩვენმა პარტნიორმა ტეიკიოს უნივერსიტეტიდან, ეს არის მანაბო იაცუკი იაპონიიდან და იმ სტანდარტული და ორდინალური მასალიდან, რომელიც ჩვეულებრივ ნამოსახლარებზე გვხვდება ჩვენ, ეს არის შინაური ცხოველების ის კატეგორია, რომელიც ყველა თქვენთაგანისათვის კარგად არის ცნობილი, აღმოჩნდა იშვიათი ცხოველის ნაშთები, ეს არის აკლემის, როგორც ჩანს, ერთკუზიანი აკლემის ნაშთები, რაც ნათლად მიუთითებს კიდევ ერთხელ გარდა არტეფაქტებისა, მიუთითებს იმაზე, როგორი ინტენსიური იყო ურთიერთობა ამ შემთხვევაში მე მგონი ირანთან, რადგან აკლემის ეს სახეობა გავრცელებული იყო სწორედ ირანისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, სამხრეთით მიმდებარე ტერიტორიებზე. დადგინდა საბოლოოდ ამ პერიოდისათვის საბოლოოდ წარმოების ის პროფილები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა ძველი წელთაღრიცხვის მე-11-მე-6 საუკუნეებში. ეს არის საბრძოლო ცულების წარმოება, ცენტრალურ კავკასიური ცულების წარმოება. სასოფლო-სამეურნეო იარაღის წარმოება, რკინის იარაღის, სამკაულის წარმოება, საყურეების წარმოება. ანუ რასაც საუბრობ, აქ ეს ყველაფერი ემყარება ძირითადად იმ ყალიბებს, რომელიც აღმოჩენილი არის ამ მონაკვეთზე, რაც თქვენ ახლა უკვე ნახეთ. ასევე აქემენიდური ვერცხლის თასების მინაბაძების წარმოება, რაც საყურადღებოა და იშვიათია და აღმოსავლეთ საქართველოში არ ქონია, ეს არის ბერძნული დოქის ლაგინოსის მინაბაძის წარმოება, ფორმა არის შენარჩუნებული ბერძნული, მაგრამ მოხატულობა არის სტანდარტული ის, რაც ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის მიწურულიდან ვრცელდება აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და წარმოადგენს დასავლეთი ირანის გავლენის შედეგს. ქვის ნივთების წარმოება, შესაძლოა რძის პროდუქტების წარმოება,
ადგილობრივი კერამიკის წარმოება ორი ღუმელი არის გათხრილი ძველი წელთაღრიცხვის მე-11 და მე-6 საუკუნის და ასევე ტყავის წარმოების ნაშთები, რაც მე მგონი არც თუ ისე ხშირად გვხვდება ქართულ არქეოლოგიაში. ეს არის ის ძირითადი შედეგები, რაც მე მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა. ახლა იმის გამო რომ წარწერაზე საუბარი არის კიდევ ერთხელ ვამბობ და ძალიან ხშირად არაკორექტული საუბარი, მე გიჩვენებთ ეს არის ჩამონათვალი იმ ინსტიტუციების, სადაც გრაკლიანის წარწერა იყო განხილული, გაკეთებული იყო პრეზენტაცია და თქვენ აქ ხედავთ საკმაოდ მნიშვნელოვან ცენტრებს დაწყებული ბაქოდან, რუსეთი, კვიპროსი, პოლონეთი, ავსტრია, გერმანია, გერმანიაში არაერთგან, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია, ინგლისი, ანუ ოქსფორდი და კემბრიჯის უნივერსიტეტი და ბოლოს იაპონია, ტეიკიოს უნივერსიტეტი. ამას რატომ გავჩვენებთ? არც ერთ შემთხვევაში გრაკლიანის წარწერაზე საუბრის არ დასმულა შეკითხვა არის თუ არა ეს წარწერა, იმიტომ რომ ამ მოხსენებებს ესწრებოდნენ პროფესიონალები, და მათთვის ცხადია, რომ ეს არის წარწერა. საუბარი და შეკითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, რამ განაპირობა ასეთი მაღალი ინტელექტუალური ინოვაციის წარმოშობა შიდა ქართლის ტერიტორიაზე, რა კომუნიკაციებმა და რა ურთიერთობმა განაპირობა ეს. რადგან აქ საუბარი არ არის მხოლოდ ამ ინტელექტუალურ ინოვაციაზე, როგორც მოგახსენეთ, ამავე პერიოდს ემთხვევა საკუთარი წონის სისტემის შემოღება და დიდი რაოდენობით საბეჭდავების წარმოება, რაც უკვე სოციალური მომენტია და არა მხოლოდ ეკონომიკური. ეს იყო სულ გრაკლიანი, დიდი მადლობა ყურადღებისათვის. დიდი მადლობა ბატონო, ამ შესაძლებლობას ხომარავს ამ კითხვა. რაიმე აზრის გამოხატვის საშუალებაც გვაქვს. ახალგაზრდა თაობა. ბატონი გიორგი იწევს ხელს მე როგორც ხედავ, ისმენთ. გამარჯობათ მოგესალმებით. ბატონო ვახტანგ სამწუხაროდ ვერ დავეს არის საწყის ეტაპს თქვენ მოხსენებისას შემოვედი. თქვენ რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან. რა თქმა უნდა, ამაზე ვცნობ, სამწუხაროდ ადგილზე არა ვარ ნამყოფი. არ მინახავს თვითონ ეს გათხრების პროცესი, მაგრამ რაც გამოქვეყნებულია ნეტ-ნაკლებად ვიცნობ იმ ინფორმაციას გაცნობილი ვარ. მაინტერესებს პირველ რიგში თქვენ გძალეთ რომ ქვედა დონის ის არახართ დასრულები ჯერ მაგოფერდოზე და ადრეულ იმასაც გულისხმობთ, ადრე ბრინჯაოს ხანის ფენებს, ხო? არის თუ არა აი ამ ფენებში, გათხრილ ფენებში ადრე ბრინჯაოს ამ შემთხვევაში პარალაქსული კულტურის არსებობის ნიშნები, ეს ერთი კითხვა. მეორე კითხვა არის, არ ვიცი, მიპასუხებ თუ რამდენიმე კითხვა მაქვს. როგორც გნებავთ ბატონო გიორგი? ალბათ გიორგია, თანდათან პასუხი მოვისმინოთ და კი ბატონო, ადრე ბრინჯაოს პერიოდის ნაშთები აღმოჩენილი არის თხემზე. ეს ზემოთ ხო იცით თქვენ ეს სადაც არის აღმოჩენილი? დიახ, სადაც მილსადენმა გაიარა და ადრე ბრინჯაოსათვის სტანდარტული ტიპიური ორმოები, სამეურნეო ორმოები არის პირველ ტერასაზე გათხრილი. აქ არის გათხრილი და რამოდენიმე ფრაგმენტი არის მტკვარ-არაქსული პერიოდის და სწორედ ამ ფრაგმენტების არსებობამ განაპირობა ის ინტერესი, რომ დავიდეთ იმ ფენებამდე, სადაც შესაძლოა სწორედ მტკვარ-არაქსის პერიოდის ფენები იყო შემორჩენილი, რადგან სწორედ ამ მონაკვეთში მესამე და მეოთხე ტერასაზე ყველაზე ინტენსიური ცხოვრების კვალი არის დადასტურებული და შესაბამისად წინარე ფენები ყველა შემთხვევაში არის დაზიანებული. შემორჩენილი არის ყველაზე უკეთესად ადრე რკინის ხანის ნაგებობები და ძველი წელთაღრიცხვის მე-5-მე-4 საუკუნეების ნაგებობები. დანარჩენი ყველაფერი არის ფრაგმენტულად შემორჩენილი. ამიტომ გარკვეული ალბათობა არსებობს იმის, რომ ქვედა ფენებში უნდა იყოს მტკვარ-არაქსული ნაშთები. მეორე კითხვა ეხება თქვენ დაწყებული რკინის ხანის გვიანბრინჯაოს გვიანდელი ფენებიდან მოყოლებული მესამე-მეორე საუკუნე თქვით არა, ყველაზე გვიანდელი ფენები რაც არის
გრაფიან გორაზე. მაინტერესებს რამდენად ხდება ცვლილება აი ამ პურისათობი ღუმელების ერთნაირად არის ეს ყველა იქიდან ჩვენ ვიცით რა თქმა უნდა საქართველოს ძალიან ბევრ ტერიტორიაზეა ღუმელები გათხრილი დაწყებული აი ხოვლური თავდამე ხოვლური ღუმელების სახელი მიიღო ამ პურისათობმა ღუმელებმა და რასაც იგივე ტერმინს ხმარობს უმრავლესობა რაიმე ცვლილებები არის ამ ფორმებში თუ იმეორებს გვიანბრინჯაოს ადრეული ეტაპიდან მოყოლებული აი მაგ მესამე მეორე საუკუნემდე ცვლილებები არის რატო ტექნოლოგიური თვალსაზრისით არავითარი ცვლილება არ არის. ერთი და იგივეა, სულ იცვლება მხოლოდ დეკორი და მდებარეობა, როგორც გითხარით. რითი არის განპირობებული მდებარეობის ცვლილება, ჯერჯერობით ამას ვერ გეტყვით, არ მაქვს სათანადო მასალა, როგორც შეხს ინტერიერის ორგანიზაციაზე იყო დამოკიდებული, აწყობილი, როგორც გითხარით, ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნიდან და შემდგომ პერიოდში ღუმელი გამართული არის ყოველთვის შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში და მანამდე წინა პერიოდში ადრეკინის ხანაზე ღუმელი ყოველთვის არის გამართული შენობის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ფორმის თვალსაზრისით არაფერი არ შეცვლილა, იცვლება მხოლოდ დეკორი. აი ეს არის. დამინორიოს მოლაპეცი გავხარე, მე შემდგომელი ანტიკური ხანის ნამოსახლარია და ზუსტად იგივე ღუმელები არის იქაც აი ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში და ტექნოლოგიური აი ფორმებით ზუსტად იმეორებს რა თქმა უნდა გვიანბრინჯაოს ხანის ღუმელების ფორმას. კითხვა მაქვს რა თქმა უნდა აი თქვენ ახლა ახსენეთ ეგრეთ წოდებული ვიტყვი წარწერას, კლიენტ გორის წარწერას თქვენ წარმოადგენთ აქ მე ნიშნის მოგებით არ ვაგებ რა თქმა უნდა ნებისმიერი მოხსენება სადაც კი წაიკითხავთ უცხოეთში მსოფლიოს ნებისმიერ სამეცნიერო ცენტრში არ არსებობს არ იქნება იქ დისპუტი არ შედგება იმაზე რომ აი თქვენ ამას რატო ამბობთ რატო მიგაჩნია წარწერა და ასე შემდეგ მაინტერესებს თქვენ თუ იცნობთ ჩრდილოეთ კავკასიაში ოსეთის ტერიტორიაზე გათხრილ მაგდროის რკინის ხანის პერიოდის ერთ-ერთ აი ამ საკურთხევლის ბაზაზე არის იგივე ფორმის დეკორი ოღონდაც იქ არ არის სრულყოფილად რაღაც ნაწილი არის რაზეც რა თქმა უნდა ლენინგრადის სამეცნიერო ჯგუფი მუშაობდა არქეოლოგები აი ეს ჩვენი ინფორმაცია რომ გავიდა და რუსეთში გავცელდა რა თქმა უნდა ძალიან ისეთი ნიშნის მოგებით აი ქართველები ამას თვლიან წარწერა თქვენი აზრი საბოლოოდ მიგაჩნიათ რომ ეს წარწერა ამას ქართველები არ თვლიან წარწერად ამას თვლიან სპეციალისტები მე თქვენ არ იყავით აქ მოვიყვანე კონკრეტული მაგალითი შეგიძლიათ გადაამოწმოთ ამ პიროვნების კვალიფიკაცია ვიც მე დავასახელე ფრედერიკო მარიო პალესი უდინეს უნივერსიტეტის პროფესორი ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული სპეციალისტი დამწერლობის შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ ეხლავე რომ ეჭვი არ შეგეპაროთ იმისი დასკვნარი რომ ეს არის წარწერა მაგრამ მე არა ვარ ეპიგრაფიკოსი და მე მიმაჩნია რომ არქეოლოგების პრეტენზია რომ გაშიფრონ რაღაც არ არის მართებული არა ყველა შეუძლია ცადოს მაგრამ აქ მთავარია ეპიგრაფიკოსები რა სიტყვია და მე რომ ვამბობ რომ ეს არის წარწერა ეს ვეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტების ეპიგრაფიკოსების დასკვნას ეს არ არის მარტო ფრედერიკო მარიო ეს არის გაბრიელ აბუსამრაც სპეციალისტმა არქეოლოგმა მithumetes პროფესორმა თქვენაგრი ავტორიტეტის მქონემა შეუძლია დაწეროს და თქვა იქ კულტურული თემის გარიგია პენსილვანია იქნება თუ დაუშვათ რომელიმე სხვა სამეცნიერო ლაბორატორიაში მიღებული თარიღი არის კულტურული თემის გარიგია და არა იმ წარწერის ხო ამაზე შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერმა სპეციალურ მithumetes თქვენ თქვათ რომ იცით რა ეს არის კულტურული თემის თარიღი და არა იმ საკურთხევლის წარწერიანი თუ ორნამენტირებული იმის ბაზის თარიღი ხო ასე არ არის ასე რა თქმა უნდა არ არის ასე ძალიან მარტივია ყველაფერი იმიტომ რომ წარწერის წინ
იდგა ჭურჭელი, რომელშიც ფეტვი იყო კარბონიზირებული ფეტვი. ანუ ის რაც შესწირეს ამ ტაძარში. და გაკეთებული არის ამ ფეტვის ანალიზი სოფლიოს სამ სხვადასხვა ლაბორატორიაში. C14-ის ანალიზი არის ის, რაზეც მე ვსაუბრობ. მე-10 საუკუნო ძალიან სიღრმეში წევს, ესაც ძალიან კარგად იცით, მაგრამ იქ მასალა თქვენ რაც გაქვთ, მე-7 საუკუნეზე ადრეული არ არის, ხო? ასე არ არის? მე თქვენ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ. შეერთებული შტატების მაიამის ბეტა ლაბორატორიამ, ციურიხის ლაბორატორიამ, გრონინგენის უნივერსიტეტის ლაბორატორიამ ერთი და იგივე თარიღი. ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნე დაადგინა იმ კარბონიზირებული ფეტვის მიხედვით, რომელიც წარწერაზე იყო პირდაპირ მიდგმული. კარგი, მადლობა. დავამთავრეთ მიკითხები. მე ხო ამიშტა სული აი ბატონებაშა, ბატონებაშა. ბატონობა ხარ. კიდევ ერთხელ ოგნესი მადლობა, იმიტომ კი არა რომ ჩვენი გვარი ავსებით, იმიტომ რომ თქვენი მოხსენები ყოველთვის არის არგუმენტირებული, სხვადასხვა მკვლევარების საფუძველზე დაფუძნებული და შედეგი სახესია. ოგნესი მადლობა. მადლობა. Azot ბატონოაჟა თუ კი ბატონო ჯუმბე თქოთ მე აქტუალურები ვარ იმით ბატონო ვახტანგ როგორ რამდენი წელია მართლაც შესანიშნავ ძეგლზე მუშაობთ მრავალბენიან ძეგლზე და არაჩვეულებრივი აღმოჩენების ავტორი ბრძანდებით მათ შორის განსაკუთრებულია აი როგორი ფართო მასშტაბით ხელვა არის ამ წარწერებთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ ისეთი მაღალი დონის პროფესიონალი ხართ, რომ არგუმენტირებულად, დოკუმენტურად ყველაფერი მაღალ დონეზე გაქვთ გაკეთებული, ასე რომ მე არა ვარ იმ პერიოდის სპეციალისტი და ვერ შეგედავთ, მაგრამ როგორც არქეოლოგიის ანბანი დათარიღებასთან დაკავშირებით თქვენ მაღალ დონეზე გაქვთ გაკეთებული. მე დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონო ვახტანგ, რომ თქვენი წარმოდგენილი მოხსენება და აი ამ ძეგლის შესახებ რაც ინფორმაცია გავრცელებული, მე ამისათვის დიდ მადლობას მოგახსენებთ. კიდევ ერთხელ აი ამ წარწერას, აი ეს მართლაც არ გაგვიკვირდეს ჩვენ რომ აი ესეთი მრავალი ძალიან ფართო მასშტაბით სხვადასხვა აზრები არსებობს. აი ბატონი გიორგის აგერ პროფესიონალი არქეოლოგი ბრძანდება ბატონი გიორგი და მასაც გარკვეულწილად ზოგი დაეთანხმება, ზოგი არ დაეთანხმება, მაგრამ ალბათ კიდევ არის რაღაცე დრო გჭირდება. თუ რამე არის ოდნავ მაინც შესავსები აი ამ მე წარწერასთან დაკავშირებით ეს ნამდვილად წარწერა არის და მე შეგითხრა მგონი თუ გამოიკვეთა რამე სიტყვა აი რაღაცნაირად ამ წარწერაში ისეთი რომელიც აპატიეთ ახლა მე ისე კარგად ეტალბად არ ვიცნობ ამ თქვენ ამ მიმართულებით შრომას კი საკითხული მაქვს რაღაცები მაგრამ მაინც რაღაცნაირად პატარა ეჭს იწვევს აი ვაი თუ ეს ასე არ არის და ვაი თუ ისე არის. აი საბოლოოდ, აი როდის დაესწრება ბეჭედი, რომ ყოველგვარი ეჭვების გარეშე დადასტურდა რომ ეს არის ნამდვილი წარწერა. მეორე, ეს ნამდვილად ეკუთვნის ჩვენს ადრეულ ქართულ ანბანის წარმოშობას, ეს ადრეულ ედაპს, აი ამაზე სრულყოფილი საბოლოო სიტყვა როდის იქნება ეს მიერ დამტკიცებულად გამოცხადება. დიდი მადლობა ბატონო ჯუმბერ. აქ პასუხი მარტივია, მაგრამ ამ პასუხის საფუძველი არის რთული. საჭიროა კიდე ერთი წარწერის აღმოჩენა და ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგდება. მე შემიძლია დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ წარწერის ასოებით შესრულებული წარწერა არის უკვე ნაპოვნი გრაკლიანზე, ეს არის ქვის ლანგარი, რომლის კიდეზე ამოკვეთილი არის ინფორმაცია.
ეს ინფორმაცია ციფრები არის 2, მინიშნებული 2. ეს ემყარება ირანის ტერიტორიაზე გამოვლენილი მთელი რიგი არქეოლოგიური ძეგლების ანალიზის შედეგებს. ეს ანალიზი გაკეთებული არის უცხოელი სპეციალისტების მიერ და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ უნდა ვენდოთ, რომ ეს ნიშანი რაც იქ არის დატანილი, ახლა მე არ ვაჩვენე ყველაფერი, იმიტომ რომ ბევრ დროს აიღებდა. რომ ნიშნავს 2-ს და აი ამ 2-ის მერე არის ზუსტად იგივე ასოებით ამოკვეთილი და მე მგონი აქ ძალიან მარტივი ლოგიკური სვლა ისმის, როდესაც გაქვს ციფრი 2 და რაღაცა წერია და ამავე დროს გაქვს საკუთარი წონის ერთეული, მაშინ ბუნებრივად უნდა სცადო, რომ ეს წონის ერთეული მოარგო ამ 2-ს. და ძალიან მარტივად გასაკეთებელი იყო 2x363 გრამი ხორბალი ზუსტად ეტევა ამაში. ანუ ეს არის საწყაო და მითითებულია. მე არ ვიცი როგორ იკითხება, მაგრამ შინაარსი ამ მინიშნების, ამ წარწერის არის ეს, რომ ამაში ეტევა 2 ერთეული რაღაც ხორბალი, ვთქვათ, მარცვლეული. ანუ გამეორებულია ეს ასოები. ამაში მოულოდნელი არაფერი არ არის. მე შეგახსენებთ კიდევ ერთ რამეს, რომ როდესაც ბატონმა გერმანე გობეჯიშვილმა ცხინვალის ნაცარგორაზე იმუშავა და ყველას კარგად მოგეხსენებათ, ბატონ გიორგის მით უმეტეს შეიძლება მოეხსენება. იქ ერთ-ერთ საკურთხეველზე 3 ასო ნიშანი არის ამოკვეთილი, რომელსაც არ მიაქციეს მაშინ ყურადღება. და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ისიც წარმოადგენდეს სწორედ ამ ტიპის წარწერის ნაშთს. ნუ ეს დიდი ალბათობით, მაგრამ სულ არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ სინქრონულია ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ და ყველაზე მეტად გრაკლიანი გორის ეს ნაშთები, რაც დღეისათვის არის ცნობილი, შეესაბამება სწორედ ბატონი გერმანეს მიერ სტალინის ნაცარგორაზე გათხრილ ნაშთებს. დიდი მადლობა.